ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება თბილისში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამოთვალ ყურეულ საბჭოს ხელმძღვანელები თვლიან, რომ 2015 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალგაზრდულ ოლიმპიადას სრულ მზადყოფნაში შეხვდება. თბილისში ორდღიანი ვიზიტით ყოფმა კატერინა ანისოვამ და იოზეფ ლიბამ დედაქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერეს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის განსაკუთრებით ემზადებიან სპორტული ფედერაციები. სწორედ ფედერაციის პრეზიდენტებთან შეხვედრა იყო ფესტივალის საკოორდინაციო დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ბოლო ღონისძიება. მზადება, რა თქმა უნდა, ინტენსიურია, შედგენილია ნაკრები, მათ ჩაუტარდათ საქართველოს პირველობა და შედგა დაკომპლექტებული ნაკრები ამასაკობრივი ჯგუფში, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 2015 წლის ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ ფესტივალზე. წლის ბოლომდე გაწერილია გრაფიკი, სადაც შედის როგორც შეკრებები, ისე შეჯიბრებები. 4 კაციანმა საადამკვირვებელ დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყველა სპორტული კომპლექსი მოინახულა, სადაც 2015 წელს თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებები გაიმართება. საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობდა ამ 2 დღის განმავლობაში. ჩამოსულმა ექსპერტთა ჯგუფმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან დაათვალიერა არსებული ინფრასტრუქტურა, გაეცნო ჩვენს გეგმებს ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ 2015-ში ახალგაზრდული ფესტივალი წარმატებული სპორტული ღონისძიება გამოვიდეს. ვიზიტის მეორე დღეს დელეგაცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ოლიმპიური სოფლის პრეზენტაციას დაესწრო. 2015 წლისთვის სასტუმრო და 8 საცხოვრებელი კორპუსი ტურნირის მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. მომავალი სოფლის ტერიტორია დავათვალიერეთ, გავეცანით დეტალებს, რა როდის აშენდება, როგორ იქნება. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შტაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ, მაყოფილები არიან და იმედი მომავალ წელს რო ჩამოვლენ, რაღაც უკვე ისე ხალისით და შემართებით ჩამოდიან, რომ აქ უკვე აშენებული დახდებათ რაღაც ნაწილი. თქვენი ქვეყანა 3 წელიწადში მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს და მიხარია, რომ სამუშაოები ასეთ ტემპში მიმდინარეობს. თუმცა მოდუნების უფლება არ გაქვს. ჯერა რომ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს. კავკასიის მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაში ევროპის 59 ქვეყნის 3000 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.